მარეგულირებელ კომისია ამბობს, რომ ეს მასწავლებლებში არ შედის. დღევანდელი ჩვენი შეხვედრის და სხვა პროტესტის მიზანია გავაპროტესტოთ თრიალეთის და გლობალ ტივის პრობლემები. როგორც იცით, თრიალეთის ნაცვლად იმისა, რომ დახმარებოდნენ დააჯარიმეს 5,000 ლარით, რაც შეეხება გლობალ ტივის, ასევე იცით, რომ ამ კომპანიაზე ხდება ზეწოლა, რომ გამოერთოს ამ კომპანიამ სხვადასხვა არხები, საუბარია TNT-ზე, რომლის უფლებაც მარეგულირებელ კომისიას არ აქვს. În შემთხვევაში მარეგულირებელ კომისია იჭერს პასიურ პოზიციას და იზრახებს, რომ მის რეგულირების საგანი არ არის და გვერდზე გადგება. În შემთხვევაში, როცა მის რეგულირების საქმე არ არის, მაშინ ერევა ხდება. ეს საკითხებში ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაში მასე იყო. როდესაც საკითხი შეეხებოდა ქართულ არხების თემას, მაშინ მარეგულირებელ კომისია გამოგვეცხადა როგორც პასიური დამკვირვებელი. ხოლო როდესაც საკითხი შეეხება თუნდაც უცხოური არხების თან ურთიერთობა, როგორც არის თუნდაც TNT, Discovery ან სხვა რაღაც გარკვეული, ის ყოველთვის არის რატომღაც უცხოური კომპანიების ინტერესის გამტარებელი. როდესაც ორ არხს შორის ხდება გარკვეული პრობლემის წარმოქმნა ორ კომპანიას შორის, შესაბამისობაში მე ვფიქრობ, რომ სასამართლო არსებობს და ამ ორმა კომპანიამ უნდა მემართოს სასამართლოს და იდავონ იმ საკითხებზე, თუ რაიმე პრობლემა გაუჩნდათ ერთმანეთთან დაკავშირებით. და არავის არის რასმი არ აქვს, მარეგულირებელ კომისიას, როდესაც ასე საკითხებში ერევა. უკვე რამდენად ცდილობს პოლიტიკური განცხადებებით გადაფაროს თავისი კომპანიის დარღვევები. კომისია მუდმივად მოქმედებს სამართლებრივ ჩარჩოებში და არასდროს არ გადაუხვევია. მონიტორინგი შიდა ქართლის რეგიონში სწორედ ტელეკომპანია თრიალეთის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარდა და დაუფიქსირდა დარღვევები. მართალია თავდაპირველად ტელეკომპანიას თავის კონკურენტ კომპანია დიას უჩიოდა და ითხოვდა მონიტორინგის ჩატარებას, მაგრამ დიას არ აღმოაჩნდა დარღვევები და აღმოაჩნდა ტელეკომპანია თრიალეთს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საკითხის პოლიტიზირებით სამართალ დარღვევა ვერ გამოსწორდება და ჯობია კომპანია მოეცეს სამართლებრივ ჩარჩოებში. აი რაც შეეხება გლობალ ტივისთან დაკავშირებულ საკითხებს, აი მას როგორ უპასუხებთ? გლობალ ტივისთან დაკავშირებით ჩვენ განვავრცელეთ ერთხელ განცხადება და კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ კომისია აღნიშნულ საკითხში საერთოდ არ ერევა. ეს არ არის ჩვენი რეგულირების სფერო და არის კერძო სამართლებრივი ურთიერთობები და კომპანიები თვითონ წყვიტავენ, რომელს ამოუწყებლო არხთან გააფორმებენ თუ არ გააფორმებენ.